საქართველოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი თემურ ლაჭყეპიანი ქვეყნის ხელისუფლებას იმ განკარგულების გადახდისაკენ მოუწოდებს, რომელიც მოქალაქეებს მურადათვის მოკვლის უფლებას აძლევს. ლაჭყეპიანი ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით ხელისუფლების პოლიტიკასაც აპროტესტებს და აცხადებს, რომ ღამის საათებში მაწანწალად ცხოველებს ცეცხლსასროლი იარაღით ხოცავენ. ცხოველთა უფლებების დამცველი საგამოძიებო ორგანოებს მსგავსი ფაქტებით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. იგი საქართველოში ცხოველთა უფლებები ილახება მრავალგზის, იგივე ვთქვათ, მურადათვი, რომელიც შეყვანილია წითელ წიგნში, მთავრობის მიერ იქნა მიღებული დადგენილება, ყოველ დანაშაულებრივი და მიუღებელი დადგენილება, ფაქტიურად ეს ნიშნავს ბრაკონიერობის დაკანონებას მურადათვის დახოცვასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად მართლდება მოსახლეობის ზოოფობიური შიშებით, რაც არის მიუღებელი, დაუშვებელი. აგრეთვე ისიც, ამის კიდევ ერთი მაგალითი, ცხოველთა უფლების შენახვის ერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ისიც, რომ ხდება, ესე იგი, უსაკარო ცხოველთა მასობრივი განადგურებები ხორციელდება როგორც კომერციული პირების, მუნიციპალიტეტების კონტრაქტორების მიერ, ასევე მუნიციპალიტეტების, ესე იგი, პირდაპირი უკანონო დანაშაულებრივი ბრძანებებით ღამის საათებში ცეცხლსასროლი იარაღით, მაგალითად, რამოდენიმე დღის წინ დაფიქსირდა ესეთი ფაქტი დედოფლის წყაროში მოხდა უსაკარო ცხოველების მასობრივი განადგურება და ფაქტიურად, როდესაც უნდა მისულყვნენ ჩვენი წარმომადგენლები, დილის საათებამდე უკვე დასუფთავების თანამშრომლებმა ფაქტები, ყველა ფაქტი გადამალეს.